სკოლას ჩვენი აბიტურიენტები. და გვეუბნებიან ესეთ რამეს, რომ 12 წლის განმავლობაში ჩვენი სკოლა ისეთი მზაობით უშვებს სტუდენტებს, რომელსაც სხვა ქვეყანაში დაჭირდებოდა 8.3 წელი. ანუ მზაობა დაბალი არის საკმაოდ ჩვენი აბიტურიენტები. თუ კი ამას გავუყურებთ ტექნოლოგიურად, 12 წელიწადში ესეთი მზაობა გვაქვს, ეს უნდა შეცვლიდეს 11 წელიწადზე, բայց შეიძლება ვაუჩიკროთ უბრალოდ იმაზე, ანუ ამაზე როგორ დასკვნა არის, რომ კიდევ უფრო მომზადებელია ჩვენი აბიტურიენტები. ჩვენი აბიტურიენტები მომზადებელი იქნება იქითაც, რომ გაწვდეს და შეძლოს დაძლიოს საუნივერსიტეტო პროგრამა და ასევე მზად იყოს საუნივერსიტეტო სკოლა. ამას ხო მიუმატეთ იმას, რომ როდის იქნათ მათ 3 წელიწადში უნდა დაძლიოს ეს ყველაფერი. მაშინ კითხვის ნიშნის ხოისტრია ზუსტად ის არის, რაზეც თავად კონცეფციაში ლაპარაკი არის, რომ ეს უნდა გაიზარდოს. თუ კი მოუმზადებელი აბიტურიენტი შედის და მას ნაკლები დრო იყვასავით, მაშინ ძალიან მარტივია, რომ დავუშვათ, რომ გავეთ განათლების ხარისხი საკმაოდ დაიწყებს. ეს არის ის მოცემულობა, რა მოცემულობითაც ჩვენ პრინციპში მომავალ რამდენიმე წელი მოგვიწევს ეს შედეგები ნაკლები. აქედან გამომდინარე, თუ ამას კიდევ მივამატებ რომ ვუჩვენებთ, რომ დამსაქმებლები მუდმივად ჩივიან იმას, რომ მომზადებელი კადრისთვის მას და მას გვერდება დამატებითი რესურსი, იმისათვის, რომ კადრები მოამზადოს და გადაამზადოს. თუ კი ასეთ ვითარებებს, როდესაც ხარისხი კიდევ უფრო დაეცემა განათლებაში, და გულდამთავრებული კიდევ უფრო მომზადებელი იქნება, მაშინ ის დაშვება, რომ თავად რეფორმა ამზადებს ხალხობითად უფრო სწრაფად შეევლინება ისეთი დამუშავებაზე და ესეც ისევ პრობლემური არის. მოდი მე ახავცებდები მეთოდოლოგია და რიკას გადავხდები და ცოტა უფრო მეტი ვილაპარაკოთ იმაზე, აბიტურიენტობამდე ესეთი თავად ზოგადი განათლების ხალხელი კონცეფცია გასაუბრებს. სულახანი ამბავია და მოგესალმებით, სანამ გადავაყოთ რამდენიმე კითხვა მეკნებოდა, მე რომ ყოფილიყავი აბიტურიენტი. მაგალითად, დამაინტერესებდა ახალი მოცემულობით, ვინ მასწავლის მე იმ უნივერსიტეტში, სადაც წავალ. იმიტომ რომ როგორც წესი, ჩვენ როცა ვირჩევთ უნივერსიტეტს, კონკრეტულად ვიცით, რომელ ადამიანებთან გვინდა ურთიერთობა და ვის ლექციებზე გვინდა დავისწავლოთ. ეხლა ეს არის მხოლოდ სათაური, ფუნქციონალურად ნაწილი რაღაც ფაკულტეტის დამსახელება, რომელსაც სტუდენტი აირჩევს. და მონოდინი იქ რა დახვდება, ვინ ასწავლის, როგორ იქნება, საერთოდ არანაირი არ არის. ასევე ძალიან საკამათო იქნებოდა და მე აბიტურიენტი რო ყოფილიყავ, დავინტერესდებოდი, აი ესე მექანიკურად გაერთიანებულ პროგრამას ექნებოდა თუ არა შემდგომში საერთაშორისო აღიარება. რამე ხიფათი ხომ არ ექნებოდა. უბრალოდ ამ კითხვას დავსვავდი. მე მასეთი არა მაქვს, უბრალოდ ესეთი ტიპის კითხვები გაჩნდა საკმაოდ ლეგიტიმურია და გაიცნობა, რომ ჩვენი აბიტურიენტები ესეთი კითხვებს სვავთ. ეხლა რაც შეეხება ასევე კითხვებს, რომელიც გონია, რომ არსებულმა სტუდენტებმაც უნდა დასვათ. იმიტომ რომ იქაც იგივე პრობლემა რჩება. ამ მილევად პროგრამების რეჟიმში, რომელსაც გვიტოვებენ, რამდენად ეყოლება ზუსტად იგივე ლექტორები, რომლის გამოც ჩააბარეს ამ უნივერსიტეტებში, რა გარანტია აქვს, ეს ადამიანები არ სწავლენ, ან სადღაც შუაგზაში არ მიატოვებენ სწავლებას და საერთოდ რა ბედიერით იგივე მაგათ პროგრამებს იქნება თუ არა ეს აღიარებული. უბრალოდ აი ეს კითხვები მგონია, რომ მათი გასასმელი კითხვებია და მე რომ ყოფილიყავი ვინერვიული. ეხლა რომ გადავიდეთ სასკოლო პროგრამაზე, რა ხდება და განსაკუთრებით დღევანდელი მოცემულობით რაც გვაქვს. ლოგიკის ძებნა აზრი არ აქვს, უბრალოდ ფაქტების რაღაცნაირად დასახელება უნდა გავაკეთოთ ამერად აცნობ. ახალია იქნება ბევრმა არის. ამჟამად საქართველოში გვაქვს 12 წლიანი ზოგადი განათლება. აქედან ეხლა არის 10 წელი სავალდებულო განათლება და 2 წელი არის ზოგადი განათლების სხვა ფორმატი, რომელიც შეიძლება ჩანაცვლდეს პროფესიული განათლება. ანუ
ეს 10 წლიან სავალდებულო განათლებაზე გადასვლა სულ მოხდა 1 წლის წინ, როდესაც განათლების სამინისტრო შევიდა სპეციალური ცვლილებით, შესულიყო კანონში ზოგადი განათლების შესახებ და მან დაასაბუთა, რომ 9 წლიანი ზოგადი განათლება, ისა სავალდებულო განათლება არის ძალიან ცოტა. იმიტომ რომ მოსწავლეებს მცირე ასაკში უწევთ ბაზარზე გასვლა, ასევე ნაადრევი ქორწინება და მოგეთ თქვენ თუ შეხვალ პარლამენტის საიტზე ნახავთ იმდროინდელი განათლების მინისტრი როგორ ასაბუთებს როგორი კარგი გადაწყვეტილება 10 წლიან სავალდებულო სწავლებაზე გადასვლა. ერთი წელი არ არის გასული, რომ ცვლილებები არის იმ სახით, რომ არათუ სავალდებულო განათლების წლები, არამედ ზოგადი განათლების წლების შეცვლილება. ეხლა ეს მოდელი დავაზობეთ, ეს იქნება 9 წელი სავალდებულო განათლება და ასევე იქნება 1 წელი მე-10 კლასი, მე-11 კლასი. იქნება რეპეტიტორების ჩანაცვლების ფუნქცია და მე-12 კლასი რა იქნება საერთოდ გაუგებარია. ანუ დღევანდელი განმარტება კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა შეიტანა, ვიდრე მანამდე არსებობდა. ანუ აქ უამრავი კითხვა ჩნდება, ეს პროგრამები როგორ უნდა იყოს, რა უნდა იყოს სასწავლო მიზნები, როგორ უნდა მივახციოთ ამ მიზნებს. აი აბსოლუტურად ყველაფერი მდოვანია, საერთოდ მაშინ მე-12 კლასს რა ფუნქცია, თუ რეპეტიტორობის ფუნქცია შეითავსებს მე-11 კლასი და ანუ აი ეს თმა როგორ იქნება შემდეგ საუნივერსიტეტო საფეხბურთო, ესეც ძალიან უცნაურად გამოიყურება ჯერჯერობით. გარდა ამ ყველაფრისა, რაც აი უფრო ჩაუყრავდებით და ვილაპარაკეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აი თქვენ ეს რაღაცა ცვლილებები, ხო, რასაც აანონსებთ, მოდის მერე გზადაგზა ემატება მიშენებული ლოჯიკით აი ამ რაღაცა პირველად ნათქვამ კონცეფციას. ანუ ჯერ წლიანი მე ვიფიქრე, რომ კერძო სკოლებში გამოიწვევს დიდ სიამოვნებას და თქვენს, რომ იმათონ თუნდაც მე-12 კლასში ხომდეს კერძო სკოლები, თავისთავად ეს განაცხადი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ამ გადაწყვეტილებას იღებენ საერთოდ სისტემაზე მოდგენა არა, ანუ ასეთი თანაბრობა საჯარო და კერძო სკოლა შორის არ ვიცი და ქვეყანა სადაც პრობლემაა სოციალურად დაუცველი ჯგუფები, ეს ყველაფერი კიდე გაათმაგებს ამ პრობლემებს. აი ნუ წარმოიდგინოთ ეს რა პროგრამა რაც ქვია მახსოვს. ეროვნულ გამოცდებზე გავიგზავნეთ საჯარო სკოლა 11 კლასი და კერძო სკოლა 12 კლასი, ანუ სოციალურად უფრო უზრუნველყოფილმა მოსწავლეებმა დაისწავლეს უფრო მეტი. ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან კონკურენციაში შევა ეროვნულ გამოცდებზე და იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები საჯარო სკოლა დამთავრებულები რაღაცნაირად ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში, ისინი ისევ კონკურენციაში შევლენ იმ ადამიანებთან, ვინც უფრო მეტი ისწავლა სტიპენდიის მოპოვებისთვის. ანუ სულ კონკურენციაში შედგას სხვადასხვა საფეხურზე. და ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს იმ უთანასწორობას, რაც მე მგონი ჩვენი ქვეყნაზე ძალიან აქტუალურია. აი რომ უსმენდი დღეს იგივე მინისტრის გამოსვლას ძალიან პატრიოტულად თავიდან ბოლომდე მოусმინე სარკეებიან დარბაზში ეს კიდე რაღაცა თავის იმას პატებს ამ ყველაფერს იყო ესეთი ფრაზა ანუ ამ თავის კონცეფციას რაც იყო ეს მიშენებული დანამატების სახით ანუ ფრაზა იყო ისეთი რომ ჩვენ კი შევამცირებთ სათებს მე-12 კლასში მაგრამ მასწავლებლების ხელფასი არ შემცირდება, ამას აუცილებლად დავაკომპენსირებთ. ანუ ის ამბავი, რაც აწყდა კომენტარები, რაც იყო მასწავლებლების საათების შემცირებაზე, ეს ხდება მე ამაზე რეაგირება. არაფერი არ არის წინასწარ გაწვრილი, არაფერი არ არის წინასწარ გააზრებული, უბრალოდ აი მექანიკური რაღაცა პატარ-პატარა გადაწყვეტილებების ფორმით მივდივართ წინ. ამ ჩვენ განათლების რეფორმის დაანონსება რომ მოხდა თუ რა ვიცი ცვლილებების დაანონსება რომ მოხდა 16 ოქტომბერს ნუ მე დავიწყეთ კითხოთ რაღაცა ის გადახედვა სხვაგან რა ხდება და არის ესეთი ევროპული პლატფორმა სადაც ევროკავშირის ქვეყნები დებენ
ანგარიშებს თუ როგორ ცვლილებებს ახორციელებენ განათლების სისტემაში და აი ძალიან სიმბოლური იყო ზუსტად 2025 წლის 16 ოქტომბერს გამოაქვეყნეს ევროპული ქვეყნებმა გამოაქვეყნეს თუ როგორ ფიქრობენ და რა ცვლილებები გაატარეს იმისათვის ძალიან ჩამორჩენილი მოსწავლეები რაღაცნაირად ამოქაჩო. და თქვენ თუ შეხედავთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც მიიღო ევროპის ქვეყნებმა და რა გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ ჩვენ განათლების გაუმჯობესებისთვის, რადიკალურად განსხვავდება. ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ინდივიდუალური მიდგომების დანერგვა, როგორ შეიძლება პირველ და მეოთხე კლასებში ნაადრევი დიაგნოსტიკა მოხდეს და ეს ბავშვები არ დაგვეყარყოს და ანუ დროზე დავადგინოთ ეს პრობლემები რაც აქვს და გამოვკაჭოთ როგორ შეიძლება მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლება. ნუ აი აბსოლუტურად სხვა რაღაცები. სამაგიეროდ ჩვენ როგორ ვემწვით განათლების პრობლემებს, ვამცირებთ საათებს, შემოგვაქვს ფორმები და ძალავთ ტელეფონების გამოყენებას. სხვათა შორის ესეც ძალიან ნიშანდობლივ იყო, რაზე იყო ტაში დარბაზში, ხალხო. ტაში იყო დარბაზში იმაზე რომ იქნება ერთი სახელმწიფო და მთელ საქართველოში ყველა ერთი დღეს ერთი და იგივე რაღაცას ვისწავლით. ტაში იყო იმაზე რომ ფორმებით უნდა ვიაროთ, ხურვალეტაში იყო, გამახსენეთ კიდე ორი ტაში იყო, მაგრამ აღარ მახსენდება. ტელეფონებზეც იყო ტაში და კიდე რაღაცა იყო, რაც აღარ მახსენდება სამწუხაროდ. მოგეთ აი რო შევავხსოთ, ისევ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის რაღაცა გარეგნული ფასადური გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განათლების სისტემას. დიდი მადლობა ორივეს. როგორც ელენემაც და ეკამაც თქვა, ფაქტიურად ისე გამოდის, რომ რაღაცა პრობლემები ამ შემთხვევაში ხარისხის პრობლემებზე თქვა გამოვავლინეთ, რომ გვაქვს ხარისხის პრობლემები და ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ მინდა უმაღლეს განათლებაში, მინდა ზოგად განათლებაში რა შეიძლება დავაკეთოთ, რომ ეს პრობლემები აღმოვთხრათ და გავაუმჯობესოთ ხარისხი, ამის ნაცვლად ფაქტობრივად ასე გამოდის, რომ შემოთავაზებული გადაწყვეტა არის შეტყისა. Მთლიანად, ხო? უმაღლეს განათლებაშიც აი როგორც ელენემ თქვა 50,000-დან 100,000-მდე ჩამოვიტანს სტუდენტების რაოდენობას და ზოგად განათლებაში და ფაქტობრივად გავაერთიანებ, აი ბევრი ის არის ბუნდოვანება და გაურკვევლობა, როგორ გაერთიანდება და ასე შემდეგ და ზოგად განათლებაშიც უბრალოდ მოვაშორებ იმ ერთი არა, ეხლა აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად ორ კლასს ვაშორებთ და ეს არის შემოთავაზებული ალტერნატივა. ეხლა მაშინ ელენეს რადგან მიდის მალე ეს შეკითხვასაც დაუსვამ, აი ბევრი ეს აბიტურიენტებიც, დამთავრებელი კლასის მოსწავლეებიც, სტუდენტებიც ძალიან ხშირად მე ესე ვაწყობ, ყოველ შემთხვევაში ხე დეტალური კვლევა არ ჩამიტარებ, მაგრამ ყველას უნდა გაიგოს აი სისტემისთვის გასაგებია, რომ ვთქვათ შეიძლება პრობლემური იყოს, გაუაზრებელი რეფორმა, პროცესები როგორ არის, ბუნდოვანია, მაგრამ ყველას აინტერესებს მხოლოდ ერთი რაღაც აინტერესებს, მას პირადად როგორ შეეხება. და აი აქ არ ვიცი, რა შეიძლება გავაკეთოთ, ჩვენ თუ მათ როგორ შეიძლება დაინახონ რა საშიშროების წინაშე შეიძლება ინდივიდუალურად დადგნენ კონკრეტულად მოსწავლეები ან როგორც ჩანს ეს არის უმთავრესი რაც აინტერესებს ყველას. ამაზე ძალიან ხშირად მნიშვნელოვანი იყო, როგორ შეიძლება რომ თქვათ ის მოვიფიქროთ ან ნახოთ როგორ შეიძლება რა არის ის რაც მათ აინტერესებს. მათ პირადად ჩვენ დაშვება არის რომ სტუდენტებისათვის, აბიტურიენტებისათვის მნიშვნელოვანი არის თქვათ აბიტურიენტებისთვის ის არის მნიშვნელოვანი, რაც მას უნდა შეუძლია თუ არა რომ ისწავლოს და მას უნდა სხვადასხვა მოტივაციები აქვს. ხო, მათ ისათვის არის რომ აი ეს აინტერესებდა მაგითო, ზოგისთვის არის რომ არ ვიცი, ამის შემდეგ მე საზღვარგარეთ შემიძლია სწავლის გაგრძელება, ზოგისთვის არის რომ იცი რა, მოდი ვიფიქრებ
იქნებ მომეწონოს, მაგრამ თავარია რომ ჯარში არ წავიდი, რაღაცა ესეთები აქვს სხვადასხვა. ერთი არის რომ მნიშვნელოვანი არის რომ სტუდენტებმა და აბიტურიენტებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ ამაზე. ერთი ჩვენი პრობლემა ის არის რომ ვცდილობთ ინფორმაცია მივიტანოთ მათ კურსზე, მაგრამ პასიურობა მაინც არის, იმიტომ რომ აი ის რაღაცა ინტერესი რომელიც შეიძლება ამათი საკითხმა გამოიწვიოს, ის არ დაგვივებულა. პლუს რომ მაინც რაღაცნაირად იქნებ გაუწურე. პრობლემური არის ერთი ხარისხიანი განათლება აინტერესებს ეს უნდოვანი რეფორმა ძალიან პრობლემური არის, იმიტომ რომ დრო და დრო გამოჩნდება ძალიან ბევრი პრობლემა. დრო და დრო გამოჩნდება. ჩვენ ვარაუდობთ და ვხედავთ, რომ ის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებები შემოთავაზებული არის მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ განაცხადები. აი მაგალითად ის რომ 150,000-დან 100,000-მდე უნდა დავიდეს სტუდენტების რაოდენობა, დაუგებარია რატო? ხო? ის რომ რაღაც ბაზარზე მოთხოვნიდან გამომდინარე უნდა მოხდეს გარკვეული მიმართულებების და პროგრამების განსაზღვრა. დაუგებარია რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ბაზარზე მიღებული განათლება. აი ეს საკითხები არის ისინი, რომელსაც მე ვისურვებდი, რომ სტუდენტებისთვის საინტერესო. კონკრეტულად რა არის მათთვის პრობლემები? ერთი, შემცირებული რაოდენობა დროის თვალსაზრისით შემცირებული რაოდენობა უმაღლესი განათლების თავისთავად უნარების ნაკლებობას იწვევს. თუ კი გავითვალისწინებთ ისევ, რომ 12 და 11 წლიაზე ნაკლებიაზე გადავხდა. ანუ ისევ საერთაშორისო კვლევებს გვიჩვენებს, რომ რაოდენობრივადაც კი დრო გატარებული უნივერსიტეტში ითარგმნება ქმედის უნარიანობაში. რო გავამართლო. აქედან გამომდინარე, ის რომ 3 წელიწადში, ან უფრო მალე ვიქნები მე, უფრო მალე მექნება შესაძლებლობა, რომ კაი სამსახური გქონდეს, არის მითი. ეს უნდა იცოდნენ და ეს უნდა ესწრებოდნენ. ეს არის ალბათ ერთ-ერთი იქიდან გამომდინარე, რასაც არის სულ ასეთი გაკეთებული. მეორე არის, რომ თუ კი ამას ესე დიდ მოზაიკას ასე ვთქვათ ავაწყობს, გამნახავთ ზოგადად განათლებაში რა მოხდება და აწესებული კონცეფციიდან გამომდინარე და როგორ ეგვრის ეს უკვე დაასრულებულად ცვლილების უმაღლეს განათლებაში, ჩვენს კვალიფიკაციებს მართლა შეეძლება სექტორულად აღიარებისათვის. ანუ ის რომ ჩვენი სისტემა უფრო და უფრო იზოლირებული იქნება განვითარებული სამყაროსგან, ეს სახეზეა უკვე. და ამაზე მართლა აი როგორც ეკავთო მე მინერვიულებდი. მე არ წარმომიდგენია, რომ მაინც და მაინც უმრავლესობა, ვისაც უნდა უნივერსიტეტში სწავლა, უმრავლესობა ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ის იყოს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში. ან რაღაცა პერიოდში მას რომ საზღვარგარეთ მობილობა უნდა გამოცდილების დაგროვების მიზნით მაინც. ეს ფაქტი არის. აქედან გამომდინარე, ეს შესაძლებლობები უფრო და უფრო შესამჩნევად შემცირდება. ეს შეიძლება არ ჩანდეს წელს, ეს შეიძლება არ გამოჩნდეს მომავალ წელს, მაგრამ დროთა განმავლობაში 20 წელიწადშიც კი, რომელიც არის აი ეს ვადა რა პერიოდშიც უნდა სრული გარდაქმნა ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის, ამ პერიოდში საკმაოდ შესამჩნევი იქნება ეს ყველაფერი. მომდამატებდი რა. მადლობა. ამით სხვა იმაზე ეკითხოთ, ზოგადი განათლების სხვა საკითხებზეც თუ მიმოვიხილოთ რაც თქვეს იმაზე, თუ შეგვიძლია მე კითხვებზე გადავიდეთ. ერთ საკითხზე მინდა უბრალოდ შეიძლება ეხლა ლაპარაკობს არ ეხება, მაგრამ სულ მინდოდა ამაზე ლაპარაკი. ანუ ამ ცვლილების კონცეფციის თუ განვიხილავთ, საერთოდ ვერ დაინახავთ არაქართულ ენოვან სტუდენტებთან მიმართებაში ვერავის. ჩემ სტუდენტებთან როცა განვიხილე აზერბაიჯანულ ენოვანმა სტუდენტმა კითხა, რომ აი მასთან, ანუ მის გამოცდილებასთან დაკავშირებული კითხვა გამისვა და მე ვკითხე ხედავთ არა მეთქი ვერ ხედავთ სახელმწიფო ვერ გადაიღათ. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და პრობლემა ისიც არის, რომ ჩვენს კი არ ვლაპარაკობთ ამაზე. ამ სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტი პრობლემა იქნება.
და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გასაანალიზებელია, იმიტომ რომ რაღაცა იმის დაცვად უფრო მეტად ინტეგრაცია შეუწყოთ ხელი, კიდევ უფრო მოხდება მათი დაცლება და უფრო მეტ პრობლემა შეექმნება. დიდი მადლობა ამ საკითხის ამოჭრის ხაჩერს აი ჩვენ როცა განვიხილავდით ამ კონცეფციას მაშინაც არაერთხელ ვფიქრობ თვითონ ის რა იმასაც ბევრჯერ ვფიქრობ რა გამოწვევებიც არის დასახელებული ბევრი რეალური გამოწვევაა ხო მაგრამ ის რომ რაღაცა გამოწვევები არის გამოყოფილი და არის რიგი საკითხების და რა ძალიან ვიცით რომ არის გამოწვევა მაგრამ არ არის საერთოდ ნახსენები აი თუნდაც ერთ-ერთი უმცირესობების საკითხი ესეც ნიშანდობლივია რომ ეს რაღაცა ეს გამოწვევებიც იმის მიხედვით არის შერჩეული რა აწყობს ალბათ ან რისი გაკეთებაც არის აგეგმილი სავარაუდოდ ეხლა მინდა არ ვიცი თუ ვინმე სურდა საკითხზე ან შეკითხვა გაქვთ ან კიდევ რომ გამოსცეს მოსაზრებები აი ორივე ეს კითხვა მაქვს. თქვენი აზრით, ფორმები რატო შეუძლია? მე არ ვეკვრა წაიბასოთ. იმიტომ მშობლებს უნდათ. მე ესე მგონია, იმიტომ ჩვენ აი ეს მათ იმაში აგი ასოცირებული კარგ განათლებასთან და ფორმები უნდათ. რომ აკონტროლონ ზოგადად აი ეს ხო აი რაღაცა თავისუფალი განათლების რაღაც ელემენტები არ ჩანს. აი ძირითადად არის რომ აკონტროლოთ ყველაფერი ერთნაირი, აქეთკენ მივდივართ და ესეც ერთ-ერთი ელემენტია რა ვიცი ჩემი აზრით. ვიყვას ინგლისურ სკოლებშიც არის და იმაზე ახდენის სწორებას თუ საკუთარ განსაკუთრებით. ვიცი. საიდან ისე არა თქო. მე ესე ვფიქრობ, არ ვიცი, არ მაქვს ამაზე პასუხი, შენგა? ჩანჩრელი კითხვაც არის. არა, არ ვიცი. მე ვერ ვიგებ მაგას. მე ვფიქრობ რომ ალბათ ფიქრობენ რომ სავარაუდოდ მშობლებს ბევრს ფიქრობენ მოეწონება ეს ინიციატივა ვიდრე არ მოეწონება. სახელმწიფოს ერთი სახელმწიფო რო იქნება რაღაცა ანუ იგივე ის არის ხო პრინციპი რომ ყველაფერი ერთნაირი რო იყოს ყველგან არ შეიძლება ეს იყოს მიზანი ერთ სახელმწიფოსთან დაკავშირებით ნუ ჩემი საგანმანათლებლო ხედვიდან გამომდინარე ეს არის ძალიან ასე ვთქვათ შემზღუდავი მაგრამ ამაზე შეიძლება ბევრი ვიღაცა შემომედაოს იმ სიტუაციაში, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს აღრენების შესაძლებლობა და ფინანსურად არის ძალიან შეზღუდული, რაღაცა თვალსაზრისით შესაძლებელია იყოს გამართლებული, რადგან ის თვითონ ადგილს ბეჭდავს, იმიტომ სხვანაირად ვერ ახერხებს, რაღაცა თვალსაზრისით იყოს გამართლებული. თუმცა ჩემთვის ეს მიუღებელია. როგორც ისინი აწოდებენ, რომ ან თვითონ სწავლის პროცესი უნდა იყოს ერთნაირი, ეს არის კატასტროფა. ისინი არ განიხილავენ საერთოდ იმას, რომ იქ შეიძლება კიდე რაღაცა სხვა ალტერნატივები იყოს, სხვა რაღაცა შემოვიდეს. უბრალოდ ეს რო იყოს არგუმენტირებული იმით, რომ ჩვენ ეს უფრო იაფი გვიჭდება და ამ მრავალფეროვნებას ვერ ვაფინანსებთ და იმიტომ ვაკეთებთ ერთ სახელმწიფოს. ესეთი ლოგიკით გავუდგინე კიდე უფრო გავიგებდი, მაგრამ ამას არ იძახიან, ეგ არის მთელი პრობლემა. ეგ კერძოსაც ეხება. არა მგონია, კერძოს არ ეხება. კერძოს ესეც თავისუფლება აქვს და შეუძლიათ ნებისმიერი სახელმწიფოზე ასწავლო. არ კერძოს არაფერი არის. ეხლა აქვს კერძოებს თავისუფლება, რომ ასწავლონ ნებისმიერი სახელმწიფოთი, თუ შეუთანხმებენ სამინისტროს და საკმაოდ დიდი თავისუფლება. აქტუების მერე იწყება პრობლემები. რავიდან შეიძლება უბრალოდ იბატონო ოჯეგვით აღწევს, პარში იტანხმებს. ეს ყველაფერი მე მგონი იქნება დამოკიდებული იმაზე, რა გზადაგზა სად რა ისი უკმაყოფილება გამოჩნდება. მე ეხლა ტენდენცია რაც აი ამ უნიფიცირებაზე მიდის, მე მაგალითად ესე მოწოდებას გავაკეთებდი, რომელიც რა თქმა უნდა არ მომწონს, მაგრამ როდესაც ამ კონტექსტში ჩაჯდება, ამ სტენდში ჩაჯდება, რომ ყველა საჯარო მოხების შვილი მაშინ საჯარო სკოლაში სწავლობდეს.
აი მაგალითად ეს იქნებოდა ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება. შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ მომავალ წელს ყველამ გადაიყვანოს საჯარო სკოლაში შვილი და ნახოთ მერე ეს იქნება მაშინ არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს იქნება. ანჯი ქართულადები გამოწვევა ვაჩი. იდან მე როგორც ვატყობ სტუდენტები და აბიტურიენტები არ თავს ეს აუდიტორიაში. რომ თუ ვინმეს გაინტერესებს უფრო კონკრეტულად კითხვები, რა ბედი შეიძლება ეწიოს თქვენ საგანმანათლებლო მოვალს. ან ვინმეს აზრის გამოდობა ხომ არ უნდა ამ თემებთან დაკავშირებით. სოფოს უნდა. ცოტა. ესე იგი, მე სახელმწიფოებზე მინდოდა რომ ამემატებინა ერთი რომ ანუ ნიშანდობლივი რაც იყო რომ ამ ადამიანმა მინისტრმა პირდაპირ თქვა რომ მათ ყავთ უკვე რაღაცა კუთხეები შერჩეული, ვინც ამ სახელმწიფოებს შეიმუშავებს და აქ რაღაცა იდეაზე ან კონცეფციაზე მე მგონი არ არის საუბარი, იმიტომ რომ ყველა ხვდებით ხო რომ ვინ იქნებიან ეს ავტორები, ცხადია ესენი იქნებიან ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები ან თვითონ ქართული ოცნების წარმომადგენლები და ამის მაგალითებიც მქონია ხო? მაგალითად გიორგი სოსიაშვილი არის რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოზე იმუშავებს, გიამოღული ალბათ ქართული სახელმძღვანელოზე იმუშავებს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან საგანგაშოარი ჩემი აზრით, ხო? მით უმეტეს უკვე როგორც ჩანს რაღაცა გარკვეული სამუშაო ამ მიმართულებით გაწეული აქვს. მეორე საკითხი ხა მეც მართლა ის კარგი დაკვირვება იყო, რაც ეკა შენ თქვი, მართლა ეს ადამიანები რაზე რეაგირებდნენ. აი მართლა რაღაცნაირად სრულიად მიუღებელი იყო ეს აშისტრა აბსოლუტურად რაღაცა ისეთ ამბებზე, რაზეც აი ყველაზე ნაკლებად შეიძლება რომ აში დაუკრა. ინფრასტრუქტურულ რეფორმაზე არა რაღაც ცვლილებებზე ილაპარაკა და მიუხედავად იმისა, რომ წლებია ეხლა ეს საზოგადოება იცნობს, რომ წლებია საუბარი მიდის სასკოლო კვების დანერგვაზე და რამდენჯერმე დაპირებაც იყო, მაგრამ არც ერთხელ არ უცნებია მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ თქვა სკოლებს ავაშენებთ ან გავარემონტებთ იმისთვის, რომ მე კვების ობიექტებს გქონდეთ საშუალება, რომ იქ რაღაცა სივრცეები მოეწყოს და ესეც რაღაცნაირად აი აბსოლუტურად მიუღებელი არის რა, მაგრამ ну ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ეს იყო რომ ესე იგი ამ ადამიანებს ნამდვილად ვთქვათ სკოლა უკვე აქვს ამოღებული როგორც სამიზნე, ესე უყურებენ ის ცვლილებები, ის პროექტები, ეს იქნება პროფესია, პოლიციელი თუ ეს იქნება ღირებულებითი განათლება, რომელსაც საპატრიარქოსთან ერთად ახორციელებენ და მასწავლებლის სახლი ახსენეს და მასწავლებლის სახლი როგორც ჩანს ამის განმახორციელებლად ესახებათ, იმიტომ რომ დღეს მასწავლებლის სახლი არის რომელიც ამაში ეხმარება თავიანთი ტრენერები, ხო? ამიტომ აი ეს პროექტები არის ძალიან ნიშანდობლივი, რომ სკოლა არის როგორც სამიზნე ამოღებული და აი მე ძალიან გულწრფელად მართლა ვღელავ მომავალ თაობებზე, მით უმეტეს ჩემი შვილები პატარები არიან და ხედავ მათ როგორი პერსპექტივა ელოდებათ წინ, თუ ეს რეჟიმი შენარჩუნდა, ხო, რომ ანუ აბსოლუტურად ინდოქტრინაცია, ერთი სახელმძღვანელო, ერთი პოლიტიკა, არანაირი გასაქანი, აგერ საზღვარგარეთ წასვლის პერსპექტივასაც კლავენ და მე მგონია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველას, მით უმეტეს თქვათ მასწავლებელი იქნება, პროფესორ-მასწავლებელი, განათლების სფეროს წარმომადგენლები, ვინც რაღაც წინახაზე ვარტყიდევას და უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მართლა ეს არის საშიში არის. აი აქამდე ჩემი განცდა ესეთი იყო, რომ აი მართლა ესენი უმაქნისები არიან და სულ რომ მოინდომონ, ვერაფერს ვერ გააკეთებენ ან სკოლაში, ან უნივერსიტეტში. ისეც რაც ვთქვათ აი ხაოსის გარდა რამე სხვას გამოიწვევს და ეხლა უკვე უყურებ, რომ ეხლა უკვე მიზანმიმართული პოლიტიკა არის, მართლა მთლიანად კონტროლზე, აზრის კონტროლზე, ტვინების გამორეცხვაზე და ამ დონემდე ჩემი აზრით ჩავდეთ და ეს ცხადია მე კერძო სკოლებზეც გავრცელდება და მე უკვე ხანგრძლივ პერსპექტივაში სკოლამდელ განათლებაზეც. ამიტომ ხო რა ვიცი, ჩემთვის ეს აი ხშირად კითხვა არის, ხო, აი მაგაზე მოტივაციას ჩემთვის ეს გივი მიხანაძის გამოსვლა.
იყო მართლა ისეთ გამოწვევა და მე მგონია რომ ამ გამოწვევას ჩვენ დააღწევათ მივიღებ. მადლობა. დიდი მადლობა. კიდევ ვინმე ხომარ უნდა მოგვიყვეს? სახელმძღვანელოებზე რო ავხსნათ, რატო არ ვარგა ერთი სახელმძღვანელო, შეიძლება გითხრათ. იმიტომ რომ ხანდახან ემოციურად ვიყურებთ ხოლმე, რა, აი ჩვენ ბავშვობაში ერთი იყო საფრთხე იყო, საფრთხე ცუდი იყო, ამიტომ ის ერთი რო იყო, ამიტომ ცუდი იყო. ეს ლოგიკა არ არის, ვთქვათ, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც რომ ავხსნათ, საერთოდ როგორ მივედი, ამიტომ რომ საქართველოს ამერიკაში გვაქვს მრავალი სხვა სახელმძღვანელო. 80-იან წლების ჩათვლით საქართველოში სულ რამდენიმე სახელმძღვანელო იწარმოებოდა, ეს იყო ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის ხელოვნები, შეიძლება კიდევ რამე იყო, რაც საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოც შეიძლება არსებობდა, ზუსტად არ მახსოვს, ოღონდ და ყველაფერი დანარჩენი იწარმოებდა ქვეყნის გარეთ. საერთოდ ქვეყანაში საფრთხე გასცერა, მაგრამ საქართველოს რესპუბლიკის გარეთ. და შემდეგ ითარგმნებოდა ეს სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე, თქვათ მათემატიკის, ხელოვნების, სასაფლაო ისტორიის, სოფლიო ისტორიის და ასე შემდეგ. და ამან გამოიწვია ის, რომ საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა საგანმანათლებლო გამომცემლობების სიმძლავრეები. ანუ გამომცემლობები არ არსებობდა, რომლებსაც გამოცდილება ჰქონდათ სახელმძღვანელოების შექმნის. რას ნიშნავს ეს გამოცდილება? რა, გამომცემლობას უნდა ჰყავდეს რედაქტორი, რომელსაც ესმის არა მხოლოდ წიგნის შექმნის ტექნოლოგია და მეთოდოლოგია, არამედ უნდა ესმოდეს განათლებაც. უნდა იცოდეს როგორ სწავლობს ადამიანი, როგორ სწავლობენ ბავშვები სხვა ასაკში. უნდა ისმოდეს, უნდა ჰქონდეს საკუთარი განათლების ფილოსოფია, უნდა ისმოდეს რა დაკვეთა არსებობს საზოგადოებისგან განათლების მიმართულებით. ეს არ არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც არის მეცნიერი, რომელიც დაწერს წიგნს, რომელშიც ჩადებს ფაქტებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ანუ ეს არის ერთგვარი ხელოვნება, რომ შექმნა სახელმძღვანელო. იმიტომ რომ სახელმძღვანელო ერთგვარად თან არის ძალიან რთული წიგნი, რთულად დასაწერი წიგნი, რომელიც უნდა აერთიანებდეს ერთ სხვადასხვა ასპექტს, ხო? სასკოლო ცხოვრობს, ერთი რომ მეცნიერული უნდა იყოს, რაც უნდა ეწეროს და ეს ცალკე საკითხია, იყო ძალიან უჭირთ. განსაზღვროთ რა არის, მაგალითად, დღევანდელი მეცნიერული ცოდნა, და შეიძლება დღეს უკვე რაღაც იყოს აღმოჩენილი, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყოს გავრცელებული სამეცნიერო წრეებში ეს მეცნიერული ცოდნა, უნდა ეხმოვოდეს პედაგოგიკას როგორც მეცნიერებას და უნდა ეხმოვოდეს სწავლებას როგორც ხელოვნებას. მასწავლებლის ხელოვნება უნდა იცოდე იმისთვის, რომ გაითვალისწინოს. ახლა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გაჩენილიყო საქართველოში, მთელი 90-იანი წლების განმავლობაში, ანუ იმ წლებში, როდესაც საქართველოში პრაქტიკულად არაფრის რესურსი არ არსებობდა, აი ესე იგი, ყველა ამ თავრობის თუ წინა თავრობის ოპონენტების თუ სხვების თავრი მტერი ვინც არის, ჯორჯ სოროსმა მოკლედ დააფინანსა ის, რომ გამომცემლობებს შეექმნათ სხვადასხვა ტიპის სახელმძღვანელოები ერთი და იგივე საკითხში. პირველი ეტაპი იყო ის, რომ 90-იანების ბოლოს განათლების სამინისტრომ დაუშვა, რომ იარსებებდა ალტერნატიული დამტკიცებული სახელმძღვანელოები, ორი ძირითადი სახელმძღვანელო შეიძლება არსებულიყო და ასევე შესაძლებელი იყო, რომ არსებულიყო დამხმარე სახელმძღვანელოები. რეალურად დამხმარე იყო ის ძირითადი იყო ცალკე საკითხია, რასაც ვერ ამტკიცებდნენ, როგორც ძირითადს იმას ამტკიცებდნენ დამხმარე, რეალურად ერთადერთი სახელმძღვანელოები იყო. ძირითადად დამხმარეს, მაგრამ არსებობდა ორი ან მეტი ალტერნატიული სახელმძღვანელო. ამან გამოიწვია ის, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებიდან დაიწყო კვლევა იმისი, თუ რა შეიძლება ყოფილიყო იმ მეთოდების ალტერნატივა, რომელთაც სკოლაში ისწავლებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. მაგალითად, კითხვის სწავლების ბევრი სხვა მეთოდი არსებობს. ხო არის ანალიზური, სინთეზური ანალიზი, ხო? მაგალითად, მარტივად რო გავიღო, ხო? ჩვენ მე რო სწავლობ სკოლაში, იყო ერთადერთი მეთოდი, როდესაც სწავლობ ასოებს და მე ასოებს წასაკე სწავლობ და მე ასოებიდან ადგენ სიტყვებს. მე გაჩნდა სახელმძღვანელოები, რომლებიც
თითოეული ასოს ჟღერადობას მნიშვნელობას კითხავს და წერას. და ეს ორივე მეთოდი მუშაობს. ფაქტია რომ მუშაობს, რომ ყველა ასწავლი და ერთი მეთოდი, ზოგი მეორე. ეხლა რასაც გეუბნებიან, არის ის რომ არსებობს ერთი უნივერსალური კარგი მეთოდი რაღაცის შესწავლით. და უნდა არსებობდეს ერთი კარგი სახელმძღვანელო, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ გაუნცემლობები, რომლის განვითარებაში ჩვენ ჩავდეთ უზარმაზარი ენერგია ბოლო 30 წლის განმავლობაში და არა რაღაცა ქართული ოცნების დროს ან მანამდე, ეს გაუნცემლობები რეალურად საჭირო აღარ იქნება, იმიტომ რომ გაუნცემლის ფუნქციას იღებს სახელმწიფო. ეხლა შეიძლება დავსვათ კითხვა, იქნება ჯობია რომ განათლების სამინისტრო იყოს გაუნცემლობა და არა გაუნცემლობა. და თავისთავად უაზრობა. ხო ესეთ კითხვის დასმა, იმიტომ რომ გაუნცემლობა, გაუნცემლობა და რაღაც ბიუროკრატიული ორგანო უნდა იყოს ბიუროკრატიული ორგანო. განათლების სამინისტრო უნდა ატარებდეს პოლიტიკას, გაუნცემლობები უნდა წერდნენ წიგნებს. ხო, ანუ თუ ვიტყვით რომ სამინისტრო არ გაუნცემლობა, მაშინ ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვიფიქროთ რომ არ გიქნებოდა გაუნცემლობა რომ გახდეს სამინისტრო. მაგრამ არ იმუშავებს, ეს სისტემა არ მუშაობს. ნუ ვერ ისწავლს განათლების სამინისტრო იმას, რასაც 30 წელი სწავლობდნენ გაუნცემლობები. 30 წელზე მეც. მეორე არის პრობლემა ის, რომ ეს ექსპერიმენტი და ის მეთოდების მრავალფეროვნება, რაც შემოვიდა საქართველოში იმის გამო, რომ მრავალი სხვა სახელმწიფო შეიქმნა, ესეც უნდა გავავთ. ამაზე უარი უნდა ვთქვა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა ჯგუფი კი არსებობს, ვინც იმუშავებს ერთ და იგივე საგნის სწავლებას და გააზრებას. არამედ იქნება ერთი ჯგუფი. და ეს ერთი ჯგუფი, აი როგორც გოტამასობა, ხშირ შემთხვევაში არის არა საუკეთესო იმ თვალსაზრისით, რომ უკეთესად წერს, ან უკეთესად იცნობს განათლების საკითხებს, არამედ ის თუ ვისაც ყველაზე მაღალი გავლენა განათლების სამინისტროს, ანუ ისინი იღებენ შეკვეთებს ძირითადად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ორი სახელმწიფო კი არ კონდეს, რომელსაც ერთი უკეთესია და მეორე უარესი. კონდეს ერთი სახელმწიფო, რომელიც არის უარესი. იმაზე უარესი ვიდრე გვექნებოდა ალტერნატივები რომ გქონოდა. ცალკე საკითხია კიდე, როდესაც შეჭრილი უკვე აღარ არსებობს, როდესაც არსებობს მონოპოლია სახელმწიფოებზე, მაშინ რა ემართება ამას უკვე არადემოკრატიულ სისტემებში. რომ არადემოკრატიულ სისტემაში ძალიან მარტივია იდეოლოგიზირება სახელმწიფოების წარმოების. შარშად მაგალითად იყო ესეთი პრობლემა, შეარჩიეს ჯგუფი, რომელსაც უნდა დაეწერა ისტორიის სახელმძღვანელო, დანიშნეს ამ ჯგუფის ხელმძღვანელად პარლამენტარი გიორგი სოსიაშვილი. გიორგი სოსიაშვილმა გამოუთხრა ჯგუფის წევრებს, რომ ამ სახელმძღვანელოში არ უნდა შესულიყო რაღაც საკითხები, რაც პოლიტიკურად არ იქნებოდა მიზანშეწონილი. ანუ ისტორიის სახელმძღვანელოში წარმოიდგინეთ, რომ აღარ შეგაქვთ რუსეთ საქართველოს ურთიერთობების პრობლემები, იმიტომ რომ არ უნდა საქართველოს მებას რომ ამაზე ბავშვებმა იფიქრონ და საერთოდ ვილაპარაკონ. ეს საკითხები სხვა შორის ამოიღეს ეროვნული სასწავლო გეგმიდან 10 წლის წინ. 10 წლის წინ ეწერა ეროვნულ სასწავლო გეგმაში მაგალითად რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომი, რუსეთ საქართველოს ომი აფხაზეთში და ასე შემდეგ. და ეხლა რომ ჩაიხედოთ, ეხლა წერია საქართველოს საგარეო პრობლემები 21 საუკუნეში. ან მე-20 საუკუნის ბოლოს, დამოუკიდებლობის მოყოლების შემდეგ. სიტყვა რუსეთი გაქვს. მას შემდეგ რაც გიორგი სოსიაშვილმა ეს თავისი განსაკუთრებით გამოუცხადა ჯგუფს, ჯგუფმა შეწყვიტა მუშაობა. ანუ ბატონი დიმიტრი შველიძე, რომელიც მუშაობდა ამ ჯგუფში, ან განაცხადა უარი ამის წერას. ისე რომ წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცა დათანხმდება ამის დაწერას და სახელმწიფო დაგვიწერს წიგნებს, რომელიც იქნება პოლიტიკური მიზანშეწონილობით შერჩეული, ან შექმნილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში შვილები ისწავლიან მხოლოდ ისეთ ლიტერატურას, რაც აწყობს პარტიას. ისტორიაში ვისწავლეთ იმ ისტორიას, რაც აწყობს პარტიას. შეიძლება ბუნების მეთვალებაშიც ისეთი რაღაცები ვისწავლოთ, რაც პარტიას აწყობს, მაგალითად, სანისის ეპარქია აღარ იქნება, იქნება სამაგიეროდ ინვესტიციაზე იქ საუბარი. ანუ ბევრი ესეთ საკითხია და ეს საფრთხილო არის არაფროდ იმიტომ, რომ ჩვენ შვილებს შეიძლება გამოვარიცხოთ პირი. ანუ საფრთხილო არის იმიტომაც, რომ ეს სინამდვილეში არის
აი სტრატეგიულ ობიექტების გაყიდვაზე რომ ლაპარაკობთ, შეიძლება რომ ეს არის დანაშაული. სინამდვილეში ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის სფერო. მაგრამ ხელში თუ მონოპოლიზება ხდება ამ სფეროს ნებისმიერ წერს, მათ შორის გარეშე წერს შეუძლია რომ ძალიან მარტივად მანიპულირება გააკეთოს შემდეგ საზოგადოებას. რომ ამ საზოგადოებისთვის ძალიან მარტივი ხდება ნებისმიერი ერთი კონკრეტული პარტიისთვის, რომ მიაწოდოს საზოგადოებას ის პროპაგანდა, ის ისტორია, ის ღირებულებები, რაც მას მიაჩნია მნიშვნელოვანი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ განათლება იყოს დემოკრატიულად მოწყობილი, რომ დემოკრატიულად იმართებოდეს, რომ ვერც ერთი კონკრეტული პარტია ვერ წვეთდეს იმას, როგორ იაზროვნებენ ჩვენი მოსწავლეები. და ერთ-ერთი რითიც ამაყობდა დღეს განათლების მინისტრი, სწორედ ეს იყო, რომ ჩვენო შევცვალეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიც და იმ მიზნებშიც ჩავწერეთ ის, რაც ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვანი. ის კი არა, რომ საზოგადოებას მიაჩნია. ხან ერთ შეეხება იმას უნდა ვიყოთ რა პესიმისტურები, რამდენჯერმე ითქვა, აკრეულ კაში დაუკრესა. სხვაშორის მე გირჩევთ, რომ ხელახლა ნახოთ ის მონაკვეთის რაც ტაშს უკრავენ, კარგად დააკვირდებით, სკოლის დირექტორები ტაშს არ უკრავენ. სკოლის დირექტორები დემონსტრატიულად ხედავ გადაჯვარედინებული ხელებით. და ესენი არიან მართლაც ღირსეული ადამიანები. რომლებსაც სამინისტროს თანამშრომლები და პარტიის წევრები ტაშს რო უკრავენ, ისინი აიც ესე პირად უყურებენ და არაფრენ აი ამ პროვოკაციას ესე ვთქვათ. და ეს რეფორმა არის პროვოკაცია საბოლოო ჯამში. გუში აქციაზე, სადაც ლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ დაწამეს მოსახლეობა, ზუსტად იმაზე ლაპარაკობთ, რომ დღეს აუცილებლად ითხოვდა რაღაც სულელებს გააკეთებს რეფორმას, იმისთვის რომ დაგვაუწყოთ რაღაც სხვა. წერო ესეც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მიზანიც აი ასეთ რაღაცა სკანდალურ და ასე უხეში არავებს რომ ჩვენ დაგვავიწყოთ სინამდვილეში საცხოვროთ, რომ კონცენტრირება ვეღარ მოახდინოთ რეალურ პრობლემებს. ძალიან დიდი მადლობა სიკო ასეთი შეჯამებისთვის, განსაკუთრებით სახელმძღვანელობის საკითხზე, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, რაც შეიძლება ყველა ბევრი არ ერკვევა ესე დეტალურად და ძალიან ხშირად ისმის მასწავლებლებისგანაც, მშობლებისგანაც ზოგადად სახელმძღვანელოებზე პრეტენზიები და სავარაუდოდ ამიტომაც აი როგორც ეკამთქვა, ის რაღაცა საკითხები არის შეიძლება შერჩეული, რაც ისედაც შეიძლება იწვევს ხალხის უკმაყოფილებას და მერე ამაზე არის აგებული ეს კონცეფცია. ამაზე არის ყველაფერი ამ სიგიჟეში არის ის გაუთვალისწინებლობა, რომ სინამდვილეში რომს ეცადო, რომ ესე გამოასწორო, უფრო დიდ უკმაყოფილებას მიიღო. იმიტომ რომ როცა ეუბნები მშობლოს, მე გამოვასწორებ სახელმძღვანელოს და იქნება ერთი და კარგი, მე მართლა უნდა შეგეძლოს, რომ ერთი და კარგი გააკეთო. ეს შეუძლებელი. რომ აუცილებლად, როცა არსებობს ერთი და კარგი, აუცილებლად მოვა ადამიანი, რომელიც გეტყვის და გამოცდილება გვაქვს ბევრი, იმიტომ რომ მე ხელმძღვანელობდი 5 წლის განმავლობაში სახელმძღვანელოების კრიტერიებს. და აუცილებლად მოდიოდა ადამიანი და ამბობდა, რომ ეს საკითხი რატო არ არის სახელმძღვანელო. და შეუძლებით სახელმძღვანელო შეიქმნას, რაც ყველა საკითხი იქნება, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. საქმარისია სახელმწიფო დაწეროს სახელმძღვანელო. სახელმწიფოს ექნება პასუხისმგებლობა, რომ პასუხი აგოს ყველა სიტყვაზე, რომელიც სახელმძღვანელოში წერია. ეს პასუხისმგებლობა აქ ავდოთ. სახელმძღვანელოს შერჩევაზე შეიძლება სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ავტორი წერს ამას სახელმძღვანელოს და მან გასცეს პასუხი. ავტორი რო გახდება ირაკლი კობახიძე, მერე ირაკლი კობახიძის მოუწევს მათემატიკის სახელმძღვანელოებში შესწავლაზე პასუხის გაცემა. ცოტა გრძელვადიანი პერსპექტივა და ზოგადად ეხა ისეთ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, რაც გამოაცხადეს სხვა მიმართულებებზე და უმაღლეს განათლებას და იმაზეც, რაზეც დღეს შევიკრიბეთ სალაპარაკოდ, აი უფროს კლასელებს რა შეიძლება და რა პერსპექტივა აქვს უფროს კლასელებს ამ ვითარებაში, აი თავარი წამყვანი არის ის, რომ არის ძალიან ბევრი, ბევრად უფრო მეტი ინდივიდისთვის, ეხლა შეიძლება სახელმწიფო დონეზე ეს საზოგადოებისთვის რაჯობია, ქვეყნისთვის რაჯობია, ზოგადად განათლების რაჯობია, ეს ერთია, მაგრამ ინდივიდისთვის, აი მე რო ვიყო ერთი ადამიანი მოსწავლე ან მშობელი ან აბიტურიენტი,
ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ არის ბევრად უფრო მეტი კითხვა, ვიდრე გარკვეული ფაქტია. მაგალითად, ეხლა როგორც ელენემაც და ეკამაც ისაუბრეს, მე მაგალითად ვარ აბიტურიენტი და მინდა რომ ჩავაბარო ფსიქოლოგიაზე, მაგალითად, არ ვიცი, თებერვალში შემეძლება თუ არა მოვნიშნავ მაგალითად ილიაუნიში ფსიქოლოგიაზე, რომ არ ვიცი, არავინ არ იცის ამ წუთას ილიაუნიში იქნება თუ არა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. მე მაგალითად რომ ვარ აბიტურიენტი და დაახლოებით ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებს, რომ ვთქვათ მექნება, არ ვიცი, მაგალითად შარშან ვთქვათ რაღაცა 1600 ადამიანმა მონიშნა პირველ პრიორიტეტად ესე სამართალი და მიიღეს 800. წელს შეიძლება მონიშნოს 7000-მა, იმიტომ რომ სხვა ფაკულტეტზე, სხვა უნივერსიტეტში შემცირდება ეს ფაკულტეტი და მაგალითად თუ შარშან იღებდნენ მაგალითად 800 ადამიანს ერთ ფაკულტეტზე შეიძლება მიიღონ წელს 400. ისეთი გაურკვევლობები, რომელსაც აქვს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა ინდივიდებისთვის. ასეთი ეს საკითხები არ არის გარკვეული ეს მაშინ, როდესაც აი სულ რაღაც ორთვეში, რა ვიცი, აი ახლა ახალი წლებია და მე მოდის უკვე თებერვალი, როდესაც აბიტურიენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და აირჩიოთ ფაკულტეტები და ჯერ კიდევ არ არის ცნობილი სად რა იქნება და უფრო რაც უფრო მნიშვნელოვანი არ არის ცნობილი ის კრიტერიუმები, სტანდარტები, ვის მიხედვითაც გადაწყდება ეს ყველაფერი. მაგალითად, რომელი ფაკულტეტი, რომელ უნივერსიტეტში დარჩება, რამდენი ათასი სტუდენტის მიღება შეიძლება სრულად საჯარო უნივერსიტეტებს, რამდენი პროფესორი დარჩება, რომელ მიმართულებაზე და ასე შემდეგ. ანუ ეს არის გაურკვეველი ბუნდოვანი საკითხები, რაც აი როგორც შეიძლება ჯერ არავის არ აქვს ამაზე პასუხი, მაგრამ რაღაცნაირად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც დავსვათ ეს შეკითხვები და იმ ადამიანებთან, ვისაც პირდაპირ შეეხება და განათლება ისეთი სფეროა, ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, აბსოლუტურ უმრავლესობას შეეხება რაღაცა კუთხით. ან თვითონ არის მოსწავლე, ან მოსწავლის მშობელი, ან მოსწავლებელი, ან პროფესორი და ასე შემდეგ. კიდევ ვინმეს თუ გაქვთ? მოგესალმებით, ადგილობრივია. ძირითადად საუბარი ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზეა და რომელიც უფრო მაინც ქვეყნის შიდა და ტექნიკურ მხარეებს ეხება. მე მაინც ჩემი სპეციფიკიდან გამომდინარე და გლობალური გეოპოლიტიკური წვლილიდან მინდა ეს ანალიზი გავუკეთო ამას, თუ საითკენ შეიძლება ეს მიდიოდეს, იმიტომ რომ ამის ქვეყნისნებობი იხარდება. აი ჯერ გოტას მერესიკოს ანალიზიც ლოკალურიდან გლობალურისკენ მიდიოდა, იმიტომ რომ ის რაც ხდება ქართველი ახალგაზრდობისათვის და ზოგადად ჩვენი მომავლისთვის, ამასაც გლობალური შედეგი ექნება, რა თქმა უნდა. აი გეოპოლიტიკური ჭრილიდან თუ სად შეიძლება მივიდეთ, ამაზე მაგალითად რამდენიმე წლის წინ, მათ შორის აი ბოლოს 3 წელი სადღაც დაიწყებოდა ეს მკვეთრი ავტორიტარული, ესე იგი, გადახვევა ხო რეჟიმის მხრიდან, მაგრამ მანამდე ვფიქრობდი, რომ იმპერია მაგალითად კრემლის გადმოსახედიდან აი მაინც ამ ცუდად თუ კარგად ბოლო 30 წლის განმავლობაში მაინც თავისუფალი თაობები გამოიზარდნენ, ხო, რომელიც საინფორმაციო ან სოფლიოს თავისუფალ სოფლიოსთან კავშირებია, გაცვლები, პროგრამები, მაინც ინფორმაციული, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი საინფორმაციო არხების გამოყენების შესაძლებლობა აქვს. ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ აი ეს ზოგადად ეს კავკასიები ვიცით, რაც არის და განსაკუთრებით ისიც ვიცით, რომ პრემია ამას შეიძლება სხვებთან შედარებით ძალიან კარგად ასხობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იგი იმპერიისთვის და ვფიქრობდი ყოველთვის, რომ აი ხელიდან გამოეცლება ყველა ვარიანტში და ეხლა ვხედავ, ხო, აი 3 წელია, აი პირდაპირ დაპირისპირება, მკვეთრი დაპირისპირება მთელ საზოგადოებასთან რეჟიმი, რომელსაც აწარმოებს, რომ ვერ გასდის მასმა, კი წარმატებებს აღწევენ ნაბიჯ კონსოლიდირებულები არიან და ამ შემდეგ სინამდვილეში უმცირესობაში არიან და გარედან კიდევ მთელი ექსპერტიზა უდგას მათ კრემლის მხრიდან, მაგრამ ამ მოცემულობით ვერ ამარცხებენ და ვერც დაამარცხებენ რაღაც ახლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივ წინააღმდეგობას და ვფიქრობდი,
მაშინ ანუ კარგავს იცის ყველმა რომ კარგავს და როგორ უნდა დაიბრუნოს ხო გავლენა. გავლენა არის ის რომ ესეთი კვეთრი ჩაჩეხვა ამ თაობის ერთ-ერთი ესე იგი რეცეპტი შეიძლება იყოს მათთვის და არის კიდეც რომ ეს თაობა მომავალი თაობა და ბევრი მშობელი თუ ახალგაზრდა ზოგჯერ ისე ადის ტრაპზე ან ისე მიდის უცხოეთში უკანაც არ იხედება რაღაცნაირად იმიტომ კი რომ აქ დარჩენა არ უნდა მაგრამ ისეთი გარემოა ხო და სხვათა შორის ოცნების მხარდამჭერების ოჯახებშიც მინახავს ეს რომ შვილებს ანუ კიდე თითქოს იცავენ რეჟიმს ემოციურად თუ პასიურად თუ აქტიურად მაგრამ შვილებს აქედან აგზავნიან თავიანთ გაბუჭებულ ქვეყანაში ამ შვილებს არ ტოვებენ ნუ ახლა საუბარი არ აქვს საერთოდ ეგრეთ წოდებულ ნომენკლატურული ელიტების შვილებზე ხო აქ თუ უცხოეთში რა მიდგომა და ანუ გამოვა ის რომ აი ამ იდეოლოგიზირებით, მონოპოლიზირებით, მანიპულაციებით და კონტროლით, რომელიც შეეხება როგორც ლიტერატურაში, ასევე ისტორიაში ჩვენ ასე ვთქვათ, საკვანძო საკითხებს, განსაკუთრებით ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში რაც ხდება, იქ ახალი თაობა რო გამოზარდო, ამისთვის აი ამ ღონისძიებებს უნდა მიმართონ და აქ ამ არადემოკრატიული რეალობის ასე ვთქვათ შექმნაში რეჟიმის და კრემლის ნომენკლატურული ასე ვთქვათ ნეოფეოდალური ნომენკლატურული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ოღონდ თავისუფლებისკენ, განვითარებისკენ არ იყოს საზოგადოება ხალხი წარმართული და იმისათვის რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, შეძლებს დაგვარად მეთქას ამ ღონისძიებებს უნდა მიმართონ, აქედან უნდა დაიწყონ. ჩვენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ვართ ძირითადად უმრავლესობა, მაგრამ მაინც განათლების ხერხემალი, იმიტომ რომ ის თაობა, რომელიც იზრდება ფსიქოლოგიურად და პიროვნულად და ასევე სკოლაა მაინც. როგორც კი გადარჩება სკოლა და გადავარჩენ სკოლად, ეს ქვეყანას გადარჩება, იმიტომ რომ ერთი-ორი თაობაა საკმარისი რომ გამოიზარდოს, რა თქმა უნდა. ხელსაყრელი გეოპოლიტიკური საგარეო, ესე იგი, პირობების გამოყენებით, რომ რაღაცნაირად გავიდეთ სამშვიდობოს და ბეწვის ხიდზე. და შესაბამისად ესენი ეცდებიან, რომ აი ჩაჩეხვა მოახდენონ, ზოგი გაუშვან აქედან, ზოგი ვის დარჩება გააჩუმონ, ან რეპრესიებს მიმართონ, რომ 0-10 თვის წერტილის შემდეგ გააგრძელონ იმ თაობების გამოზრდა, რომელიც შეიძლება რუსეთი ფიქრობს აქ დარჩენას, მაგრამ სხვა საკითხია იმპერია იქნება თუ არა. აი იმპერია, რომელსაც გეოპოლიტიკური განაჩენი ჯერ კიდევ 2009 წელს გამოუტანეს, ეს არის აღმოსავლეთ ესე იგი პარტნიორობა, როგორც ინიციატივა, იმიტომ კი არა რუსეთს ემუქრება, არამედ თავისთავად ეს არის დემოკრატიზაციისა და განვითარების პროცესი მსოფლიოში და იმპერიამ იცის, რომ ის ამ რეალობაში რუსიდან გაქრება და შეიძლება იმაზე უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე გონია და აი ეს ყველაფერი მერე უფრო ძალასაც დაკარგავს, მაგრამ ჩვენ უნდა გვეყოს მოთმინება, ჰაერი, ფილტრები, ესე ვთქვათ, ხო, საზოგადოებრივი ფილტრებმა გამძლეობა, ხნეობა და მიზანმიმართული სვლა ძალიან კარგი მომავლისკენ, უბრალოდ ეხლა ძალიან რთული პერიოდი გვაქვს ახლა, მაგრამ უნდა გავიდეთ და როგორც კი გავალთ, იმპერიის ახსენებელიც არ იქნება, საქართველოც იქნება ერთ-ერთი ძლავრი ქვეყანა, თავისი მასშტაბებიდან თავის მასშტაბის მიუხედავად და უნდა რამენერად სამშვიდობოს უნდა გავიდეთ. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, თავარია ვიცოდეთ, ვინ ვართ, საითენ მივდივართ, რა გვინდა და როგორ მივახციოთ ამას. ისინი ამას ვერ მოახერხებენ, იმიტომ რომ ისტორიული ძალები ამის საშუალებას არ მისცემენ მომავალი არ ეკუთვნის წარსულს და დემონს დიქტატურას ეკუთვნის განვითარებას და თავისუფლებას და ადამიანებს და კაცობრიობას ზუსტად ეკჭირდება. დიდი მადლობა გეოპოლიტიკური მიმართულებით და ოპტიმისტური ნოტებისთვის თუ კიდევ ვინმე სათქმელი არ აქვს, მე ცოტა ისე ეკლექტური გამოგვივი და საუბარი თიდან გამომდინარე რომ ბევრი საკითხია დასაფარი განსაკუთრებით დღევანდელი ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის წარდგენასთან დაკავშირებით ეგ ამხორცხვდარამის მასე ბოლო სიტყვა არგით მაშინ გელით ისევ მომავალ სამშაბათს და რა თემაზე ვისაუბრებ ამასაც მალე ანონს დავდებ. დიდი მადლობა ყველას მოგზაურობისთვის.